სფინქსი საერთოდ არ არის ეგვიპტური. არავინ არ იცის რატომ ააგეს, რა ქვია და ვინ არის. ის რომ სკოლაში ისწავლება რომ სფინქსი ფარაონების თუ პირამიდების მცველია, ეგ არასწორია. რადგან თვითონ სფინქსის სახელი ბერძნებმა დაარქვეს, როცა ეგვიპტეში ჩავიდნენ, ნახეს სფინქსი და თავიანთი მითოლოგიიდან, რასაც ყველაზე მეტად ვიზუალურად შეუხამეს, ასე ვთქვათ, მის სახელი დაარქვეს. და სფინქსი არის ბერძნული მითოლოგიიდან, თვითონ სფინქსის სახელი. ამიტომ სფინქსი ვინ არის, რა უნდა და რატომ არსებობს, არავინ არ იცის. შემდეგი ძალიან დიდი უცნაურობა, რაც პირამიდებს ახასიათებს, ეს არის სიმეტრია. როცა ადამიანს ვხატავთ, ან ადამიანს ვძერწავთ, ან ქანდაკებას ვაკეთებთ, ან ზოგადად ადამიანი არასოდეს არ არის სიმეტრიული. ადამიანის მარჯვენა და მარცხენა მხარე ყოველთვის განსხვავებულია. This is my good side და რაღაც ხომ იცით? ანუ ეს მხარე უფრო ლამაზი მაქვს, აქედან გადამიღე და ეგეც რაღაცები. ეგრე არის სულ, არც ერთი ადამიანი სიმეტრიული არ არის. ამიტომ ხატრები, მოქანდაკეები და ხელოვანი ხალხი ადამიანებს როცა ხატავენ ან აქანდაკებენ ან ძერწავენ, სიმეტრიულს არ აკეთებენ ხოლმე. იმიტომ რომ არაბუნებრივი იქნება. მაგრამ ხელოვნებაში არის ასეთ ნიუანსი. თუ შენ ხატავ ადამიანს, ადამიანი სიმეტრიული არ უნდა იყოს, მაგრამ თუ შენ ხატავ ღმერთს, ღმერთი უნდა იყოს სიმეტრიული. თუნდაც მითოლოგიურ ღმერთებს გულისხმობ. ეს არის სიმეტრია, რომელიც დაცულია ძველ ეგვიპტურ ნამუშევრებში. ნახეთ, რამდენად სიმეტრიულია. ეს არის სანტიმეტრებში თუ გავზომავთ. მეასედების სიზუსტით არის სიმეტრიული. ბევრი თანამედროვე მეცნიერი ამბობს, რომ ძველი ეგვიპტური ნამუშევრები იმდენად სიმეტრიულია ყველაფერი, რომ ამის გაკეთება ხელით შეუძლებელია. და უფრო ცოტა გიჟულია, მაგრამ ვარაუდობენ იმას, რომ ყალიბშია ჩამოსხმული უფრო ვიდრე გამონძერწილი. ან რაც შეიძლება ლაზერით გაკეთებული იყოს. რაც კიდე უფრო სიგიჟია. ნახეთ უბრალოდ თასი თუ ვაზა რამდენად სიმეტრიულია.